დიახ, მე მიწვეული ვარ ერთი წლის ვადით, რომ ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, რომელიც შუმანის ევროპული კვლევების ცენტრში, იტალიაში, სადაც მუშაობს სწორედ იმ თემებზე, რაც შეეხება საქართველოს ევროპულ მომავალს და ამიტომ შესაძლებლობა მაქვს, რომ ვიყო ეპიცენტრში ყველა მსჯელობის, სადაც მიმდინარეობს განხილვა სწორედ ევროპის პოლიტიკას, რაც შეეხება როგორც ზოგადად თავდაცვის და უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკას ევროკავშირის, ასევე განსაკუთრებით ჩვენს რეგიონთან მიმართებაში. და ძალიან სამწუხარო არის ის, რომ მათ შორის ყველა, ასე ვთქვათ, აი ამ ფორუმზე, განხილვებში, ყველა კონფერენციაზე, ყველა კონტექსტში საქართველოს სამწუხაროდ დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ აღარ არის ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში, აღარ მოიაზრება ჩვენი სახელმწიფო. საქართველოს დღეს მხოლოდ ნომინალურად აქვს შენარჩუნებული გაწევრიანების პერსპექტივა, ეს უკვე რეალისტურად ამას სამწუხაროდ არავინ აღარ უყურებს ევროპაში და ეს რა თქმა უნდა იყოს ძალიან დიდი განგაშის ზარი ჩვენთვის, იმიტომ რომ ამის პარალელურად მეორე თემა, რომელიც დომინირებს დღეს ევროკავშირში და რაც არის მათ შორის ჩემი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მუშაობის მიმართულება, ეს არის ევროკავშირის ერთიანი თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკა, იმიტომ რომ დღეს ევროკავშირი გამალებით ემზადება გასაძლიერებლად საკუთარი უსაფრთხოების და თავდაცვის შესაძლებლობების. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს ამ ეტაპზე, ასე ვთქვათ, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობა ევროპას მოუწევს ძალიან დიდხანს რუსეთისგან საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობის აღება. და ძალიან სამწუხაროა კიდევ ერთხელ, რომ ამ კონტექსტში სრულიად არის ინტეგრირებული მაგალითად თუნდაც მოლდოვის თემა, ანუ მოლდოვა მოიაზრება როგორც ერთ-ერთი მონაწილე აქტიური და ნაწილი ამ საერთო ევროპული უსაფრთხოების და საქართველო კიდევ ერთხელ არის აბსოლუტურად ამოვარდნილი ამ კონტექსტიდან. დამაიმედებელი ჩვენთვის არის ის, რომ მათ შორის ძალისხმევით ყველა იმ ადამიანის, ვინც მუშაობს საქართველოს ინტერესების დასაცავად, ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა, ასე ვთქვათ, რჩება დღის წესრიგში და ამიტომ დროებითი ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის რუსული რეჟიმის მიერ, როდესაც დასრულდება, ჩვენ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სტრატეგიულად ყოველ შემთხვევაში ჩვენი რეგიონი იქნება ევროპის დღის წესრიგში, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა უნიკალურ შანსს კარგავთ საქართველოს დააკარგვინა ამ ხელისუფლებამ უნიკალური შანსი, რომ ჩვენ ყოფილიყავით უკვე ევროპული სივრცის ნაწილი. თქვენი კრიტიკის კუთხე პრიზმა შეიძლება ასე ვთქვათ, უკავშირდება ამ დიდი გადალაგების პროცესს და თვლით, რომ ამ მხრივ უნდა ვიყოთ პროაქტიურები იმისთვის, რომ თანამედროვე ახალი ევროპული უსაფრთხოების სისტემის ნაწილად ჩამოყალიბდეთ და მათ შორის მივიღოთ ის სარგებელი, რომელიც უკრაინის ომის დამთავრების შემდეგ ამ ბლოკში მყოფი აღმოსავლეთ ფრონტზე განლაგებული ქვეყნების ეკონომიკურ თუ სხვა მიმართულებით გაძლიერებას მოყვება. მაგრამ არსებობს განსხვავებული მიდგომაც და ეს არის ის, რასაც დავუშვით ქართული ოცნება ცალკეული ქართველი დიპლომატების მეშვეობით საზოგადოებას აწვდის, რომ აი ამ турბულენტობის პერიოდში, როდესაც დიდ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გარკვევა მიმდინარეობს და ბოლო დეკადების გამოცდილებისთვის ძალიან არადამახასიათებელი, მათ შორის უხეში ფორმებითაც, მათ შორის დასავლურ ბლოკში გაუგებრობების ფონზე, სასურველია, რომ საქართველო იყოს იმაზე კიდევ უფრო მეტად შუმა და წნარად, ვიდრე აქამდე იყო, იმისთვის, რომ ამ ქარიშხალმა გადაიაროს და შემდეგ უკვე დაალაგებულ სიტუაციაში მივიღოთ გადაწყვეტილებები, სად გვინდა, როგორ გვინდა და ასე შემდეგ. აი, რა დადებითი და რა ნეგატიური მხარეები აქვს ამ თეორიას, ამ ვერსიას? ამის გამოხატულება იყო თავისი აშხაბადებიც და ასე შემდეგ, რომ ჩვენ პირველ რიგში ეს საერთოდ არ არის ეს თეორია მოგონილია, ანუ მოგონილი არის ერთადერთი რამ ჩვენ ყველას პირველ რიგში რაც უნდა გვესმოდეს არის ის, რომ არანაირი საქართველოს სტრატეგიული ინტერესი არ არსებობს იმაში, რასაც დღეს ეს ხელისუფლება აკეთებს. ამ ხელისუფლებამ, რომელმაც თავად თქვა უარი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, მე მინდა რომ ყველას შევახსენო, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის ეს ქრონოლოგიაც, რომ გავიხსენოთ, რომ ჩვენ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი შეიძლება ითქვას გაფართოების ლოგიკის საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ დინამიკა ქვეყანაში იყო უკვე ძალიან ნეგატიური და მიუხედავად ამისა მოგვცეს შანსი მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, როდესაც
რეფორმების ტემპი, ასე ვთქვათ, არათუ არ არსებობდა, არამედ საწინააღმდეგო მიმართულებით მიდიოდა და პირველი რაც გააკეთა რუსულმა რეჟიმმა კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ეს იყო რუსული კანონის მიღება, ხო? ყველას გვახსოვს, რომელიც ერთხელ უკვე წაიღეს უგან. ანუ ეს იყო პირდაპირ გზავნილი ევროკავშირისთვის, რომ ეხლა კანდიდატის სტატუსი რომ მივიღეთ, ეხლა ჩვენ საერთოდ აღარ ვაპირებთ ევროპული გზით სიარულს. ამას შემდეგ მოყვა გაყალბებული არჩევნები და ყველაფერი სხვა და ეს დაგვირგვინდა განაცხადით, რომ ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანება არ გვინდა. ის რომ თეორია იმის თაობაზე, რომ ჩვენ რაღაცნაირად დაგვაზიანებდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უფრო აქტიური და სწორი პოლიტიკის გატარება, ყველაზე კარგად ბათილდება ეს თეორია მოლდოვის გამოცდილებით. მოლდოვის ქვეყანა, რომელიც აბსოლუტურად ჩვენი იდენტური, ასე ვთქვათ, გამოწვევების წინაშე მდგარი ქვეყანაა და სხვა შორის წლების წინ გაცილებით მართლაც ჩამოგრჩებოდა ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით. აი მოლდოვამ ძალიან კარგად გამოიყენა სწორედ ეს ისტორიული ტურბულენტობა, რომელმაც ის რაც შეუძლებელი იყო რუსეთ-უკრაინის ომამდე, რომ ჩვენ გაწევრიანების პერსპექტივა მიგვეღო ჩვენ ან მოლდოვას და ეს შესაძლებელი გახდა, მოლდოვამ ძალიან სწრაფად და სწორად გამოიყენა. ისე რომ განამტკიცა საკუთარი უსაფრთხოება, დაჩქარებული წესით მიდის ევროკავშირში მისი გაწევრიანება, ევროპული დაფინანსება ძალიან სწრაფად სრულ ტრანსფორმაციას მოახდენს მოლდოვის ეკონომიკის და მეცაც ვიტყვი ძალიან დიდი შანსები გვექნებოდა ჩვენ რო სწორი გზით წავსულიყავით, აი მოლდოვის ან საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში გაცილებით ნაკლებად მტკივნეული პროცესია ვიდრე უკრაინის, ხო? იმიტომ რომ რაც უფრო დიდი არის ქვეყანა მოცულობით, ევროკავშირში გაწევრიანება მით უფრო ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული და სარგებელი კი პირიქით პატარა ქვეყნებს კიდევ უფრო დიდი აქვთ, ხო? ამიტომ აი თუ ჩვენ გვინდა რომ გავაბათილოთ ის ტყუილები, რაც ჩვენ გვესმის ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც შეეხება, რომ ეს როგორღაც დააზიანებდა ქვეყნის ინტერესებს, მოლდოვა არის ძალიან კარგი მაგალითი ამის. ჩვენ უბრალოდ ბედმა არ გაგვიღიმა, რომ ამ ისტორიულ მომენტში ჩვენს ქვეყანას მართავს რუსული რეჟიმი, რომელმაც რეალურად მიიღო დავალება, რომ უნდა გაუქმებულიყო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ეს გაუქმა. და მეორე მნიშვნელოვანი ასევე მაგალითი. უკვე არა ევროკავშირში ინტეგრაციის, არამედ მართლაც მულტივექტორული და წარმატებული საგარეო პოლიტიკის წარმოების. ეს არის სწორედ ის ქვეყნები, სადაც ჩასული იყო კვაბახიძე, აშხაბადს გულისხმობ თურქმენეთს და სხვა ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს, იმიტომ რომ ამ სახელმწიფოებს განსხვავებით ივანიშვილის ხელისუფლებისგან აქვთ მართლაც მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა, იმიტომ რომ მათი ყველა პირველი პირი ოვალურ კაბინეტში იყო თეცახში. ევროკავშირმა სპეციალური ასე ვთქვათ, ჩვენი რეგიონის აღმოსავლეთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის გაერთიანებულ ფორმატში პირველად ჩაატარა ევროპული საბჭო, სადაც მიიწვიეს ყველა საქართველოს გარდა და მათ შორის დიახის 5 ცენტრალური აზიის სახელმწიფოც და ეს ხალხი ამის პარალელურად თანამშრომლობს წარმატებით ჩინეთთან და რუსეთთანაც იმგვარად ალაგებს ურთიერთობებს, რომ დამატებითი პრობლემები არ შეიქმნას. აი ეს არის მართლაც მრავალვექტორული ასე ვთქვათ, პოლიტიკა, სადაც ეს ქვეყნები მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატია, რა თქმა უნდა, არც ერთ მათგანში არ არის, ყველა პარტნიორისგან ცდილობენ წარმოიღონ მაქსიმალური და რატო ხდება ეს? გარდა იმისა, რომ ისინი არ არიან მარიონეტული რეჟიმები, ანუ არ არიან დემოკრატიული, მაგრამ ამავე დროს არ არიან რუსეთის მარიონეტული სახელმწიფოები, გარდა ამისა, ეს არის ქვეყნები, რომლებსაც რაღაცა აქვს შესათავაზებლად პარტნიორებისთვის. და ჩვენ ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოს როლი გასული 35 წლის მანძილზე სწორედ ეს იყო, რომ ჩვენ ვიყავით წარმატებით დემოკრატიზაციის გზაზე მდგარი ქვეყანა, დასავლეთის მოკავშირე ქვეყანა რეგიონში და ეს როლი, როდესაც გააუქმა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნისთვის, აღმოჩნდა, რომ არანაირი სხვა სტრატეგიული ასე ვთქვათ, რაღაც სიღრმე ჩვენს ქვეყანას, საიდანაც დაიცავს საკუთარ ინტერესებს და დასავლეთს დაარწმუნებს, რომ მისთვის არის აი ესეთი ავტოკრატიული, არადემოკრატიული რუსეთის მოკავშირე ქვეყანა, რატომღაც არის საინტერესო და ვინმე წამოვა რაღაცა ურთიერთობებში კომპრომისებზე ჩვენთან, იმიტომ რომ ჭირდება ძალიან ეს ქვეყანა, აღმოჩნდა, რომ ჩვენ არ გვაქვს ესეთი სტრატეგიული
რაიმე სხვა დანიშნულება. აქ შეგედავებოდნენ ხა ოცნების წარმომადგენლები და კი არ შეგედავებენ, ამას აცხადებენ კიდეც და მათი უკმაყოფილება ამაში გამოიხატება, სხვა შორის კობახიძემ არაერთხელ გაიმეორა, რომ რანაირად შეიძლება ხდებოდეს, რომ შუა დერეფანზე კონფერენციები ტარდებოდეს, მათ შორის ბრიუსელში ჩადიოდეს დაუშვათ პრეზიდენტი ევროკავშირის ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ჩვენ სამეზობლოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, ისე რომ ერთ-ერთი მთავარი მონაკვეთი აი ამ სივრცის და სატრანზიტო დერეფნის საქართველოს ამოვარდნილი იყო ამ სქემიდან და რატო არ გველაპარაკებიანო? მართლა რატო არ ელაპარაკებიან, იმიტომ რანაირად უნდა იმუშაოს ამ შუა დერეფანმა, თუ კი საქართველოს არ იქნება მისი ნაწილი. თქვენ როცა საუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს თავი უპირატესობა იყო ამ რეგიონში მთლიანად აღმოსავლეთის მიმართულებით დემოკრატიის თავარი კარგი გაგებით აგენტები ვიყავით, მატარებლები ამ რესურსის, საიდანაც პერსპექტივაში, ანუ ევროპა ვიყავით აზიაში, მარტივად რო ვთქვათ, ხო? ამაზე უარი ვთქვით. ჩვენ კი არა იმან თქვა იმის იმედად რომ ის მაინც საჭირო იქნებოდა რადგან შუა დერეფნისთვის საჭიროებას წარმოადგენს საქართველოს. შუა დერეფნისთვის ახლაც ამის იმედი აქვთ. ხო, ნახე როგორ არის შენ არაფრისთვის არ ხარ საჭირო თუ შენ თავის საჭირო არ გახადე, ხო რაღაცით. შუა დერეფნისთვის საქართველოს ნამდვილად არის პოტენციურად საჭირო. საჭირო არის. სწორი პოლიტიკა უნდა კონდეს, რომ საჭირო იყო. არა, სწორი პოლიტიკა უნდა კონდეს, ხო, რომ საჭირო იყო. აი რა საქართველოში რა არის მაგალითად? ჩვენ რო დღეს კონდეს მაგალითად ანაკლის ღრმაწლოვანი პორტი, იმიტომ რომ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროში ღრმა წყლოვანი პორტი არ არსებობს, შენ მართლაც იქნებოდი საჭირო რაღაცისთვის. მაგრამ როდესაც შენ ეს პორტი არააშენე და არააშენე იმიტომ რომ ჩემი ვარაუდით ეს არის და ესე ვხედავ მე რომ რუსეთმა გითხრა რომ ეს პორტი არ უნდა აშენდეს ეს ხო რას ნიშნავს რომ გარდა იმისა გვერდზე რომ გადავდოთ რომ შენ დემოკრატიული პროდასავლური დღის წესრიგით ასე ვთქვათ აღარ ხარ ხო აი ამ რაღაცა სივრცის ნაწილი რასაც დასავლური სივრცე ქვია შენ არც სანდო პარტნიორი არ ხარ არც სატრანზიტო თვალსაზრისით ხო იმიტომ რომ შენ აღმოჩნდა რომ როდესაც ავტონომია არ გაქვს ანუ ავტონომია აღარ გვაქვს ჩვენ სუვერენიტეტი და ავტონომიური გადაწყვეტილების მიღების უნარი როდესაც ქვეყანას აქვს წართმეული აქვს ყველა მიმართულებით მათ შორის სატრანზიტო პოტენციალის განვითარების ასე ვთქვათ თვალსაზრისით და მე თუ ვიცი რომ შენ ხვალ შეიძლება რაღაც გზა გადამიკეტო იმიტომ რომ შენ ავტონომიურად ვერ იღებ გადაწყვეტილებებს და რუსეთს არ აწყობს სიტყვაზე ის სატრანზიტო შესაძლებლობები რაც ჩვენს ქვეყანაშია მე რატო უნდა ჩავდო რესურსები ამ განვითარებაში ამ მიმართულების, როდესაც შენ ვერ იღებ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, ხო? ამიტომ არის რომ მათ შორის დიახ ალტერნატივებზე არის, ასე ვთქვათ, ალტერნატივებზე დაიწყო ფიქრი, ამიტომ არის რომ დღეს ფაქტიურად ჩვენ რო შევხედოთ ყველა სახელმწიფო ჩვენს რეგიონში, ფართო რეგიონს რო შეხედო, გადავანებოთ იმას თავი რომ საქართველოს მცდელობას რომ ამოსულიყო ამ სამხრეთ კავკასიის ასე ვთქვათ კონტექსტიდან და ევროპულ კონტექსტში გადასულიყო და ეს მრავალი 10 წლეული დაიხარჯა ამაზე ხო რომ ჩვენ გავხდარიყავით რაღაცა იმ სამი ქვეყნის წევრი უკრაინა, მოლდოვა, საქართველო რომელიც სხვა კონტექსტში გადაგვიყვანა ჩვენ რაღაც გეოგრაფია თითქმის შეუცვალეთ ხო ჩვენს ქვეყანას იმ პოლიტიკით რომ საქართველო მოვათავსეთ ევროპული სივრცის რაღაცა ცენტრისკენ მიუმართეთ ხო ჩვენი მდგომარეობა აქედან რომ ჩამოგვაჩოჩეს და ჩვენ რო საერთოდ ასე ვთქვათ დავრჩით ისევ იმ კონტექსტში სადაც არის ცენტრალური აზია და სამხრეთ კავკასია პოლიტიკურად გულისხმობ მე გასაგებია მაგრამ აი ამ კონტექსტშიც კი დღეს საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რომელიც არის სრულ იზოლაციაში რომელსაც არავინ არ ელაპარაკება რომელსაც ართვლიან სანდო პარტნიორად არანაირი მიმართულები და არანაირი თვალსაზრისი და თუ მე ვინმე მეტყვის რომ ეს არის საგარეო პოლიტიკის წარმატება ალბათ უნდა აუხსნას საქართველოს მოქალაქეებს საგარეო პოლიტიკის წარმატება როგორ არის ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაში დატოვება ქვეყნის დაუცველ მდგომარეობაში დატოვება ქვეყნისთვის უზარმაზარი განვითარების რესურსების წართმევა რომელიც იქნებოდა ჩვენთვის ევროპული ფონდები, რომელიც მოყვება თან გაწევრიანების პროცესს და რაც მთავარია, ალტერნატივა რა არის? ალტერნატივას რას თავაზობენ საზოგადოებას? იმ რაღაცა მითიურ არაბული ინვესტიციების დაპირებას, რომლის შინაარსით ვერავინ ვერ გაიგო დღემდე რაში მდგომარეობს, ანუ რეალურად რა ფულზეა საუბარი, ან როგორ ჩაიდება, ან რა სტრუქტურით. ანუ ერთი ძალიან გასაგები არის ყველაფერი ჩვენ რაც დავკარგეთ და აბსოლუტურად გაუგებარია რა მივიღეთ სანაცვლოდ, იმიტომ რომ
რა მშვიდობაზე არის საუბარი? მშვიდობა არის დიახ ყველა იმ ქვეყანაში ახლა რომელიც ჩამოვთვალე მოლდოვიდან დაწყებული და ცენტრალური აზიის ქვეყნები და ჩვენი მეზობლები, რომლებიც აგერ მრავალწლიანი კონფლიქტის შემდეგ სწორედ შექმნეს მშვიდობის პოლიტიკა. ეს ქვეყნები გაცილებით წარმატებული არიან, ვიდრე საქართველო არის დღეს. საქართველო დღეს არის ყველა თვალსაზრისით აბსოლუტურად მაჩანჩალა, ასე ვთქვათ, იზოლირებული, გარიყული ყველა პროცესები და სახელმწიფო და ეს აისახება საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე პირველ რიგში და ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი და საგანგებო. სალომე, პრინციპში ყველაზე მთავარს ბოლოსკენ მივადექით, იმიტომ რომ ამ სიტუაციის აღწერა, შეფასებას, რა თქმა უნდა, ჭირდება რომ დაუთმოთ ხოლმე, იმიტომ რომ ახალ-ახალი პრობლემები გვემატება, მაგრამ ამ სიტუაციიდან გამოსავალზე საუბარი კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს თქვენ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენთ პოლიტიკური მდივანი ხართ ძლიერი საქართველოს ლელოსი და თქვენი ლიდერები დაკავებულები იყვნენ, ახლა გარეთ არიან. ამ დღეებში ჩვენ ველით რომ აი მაგალითად სურა ჯაფარიძე წესით ამ კვირის ბოლოს უნდა გამოვიდეს, მაგრამ ისეთი ახალი საქმეებია დაკავებული ყველა დაკიდებული ყველა მათგანზე, მათ შორის იგივე ბატონ ხაზარაძეზე, ბატონ ჯაფარიძეზეც, რომ მანიპულირება ამ ადამიანების ბედით თითქოს ესე თავისუფლად არის რეჟიმის ხელში. რასელით რა ფაქტორების ერთობლიობამ უნდა შეცვალოს ეს სიტუაცია, როდესაც სრული დაუცველობის განცდა არის დაწყებული პოლიტიკური ლიდერები, დამთავრებული ჩვეულებრივი ადამიანის რეჟიმის მიმართ, რომელიც სულ უფრო მეტად და მეტად იძენს არა ავტორიტარულ, არამედ ტოტალიტარულ ხასიათს. ხო, ანუ ახლა მე ვფიქრობ, რომ ყველას ჩვენთვის გასაგებია, რომ რეჟიმის რაღაცა ამოცანა, სტრატეგიული ამოცანა შეიძლება ითქვას, ეს არის საზოგადოების დაშინება, ხო? ანუ ყველა ის ნაბიჯები, რასაც ისინი დგავენ, ეს არის რაღაცა ტოტალური დაუცველობის, როგორც თქვენ ბრძანეთ, შეგრძნების გაჩენა, ანუ შიშის სინდრომის გაჩენა, რაც სხვათა შორის არის ძალიან რთულია ჩვენს მოცემულობაში. ამას აჩვენებს მათ შორის ის, რომ მიუხედავად სხვადასხვა შეზღუდვებისა, ერთი წელიწადზე დიდი ხანია პროტესტი გრძელდება და ეს პროტესტი არსად არ მიდის, ხო? და ჩვენ განსაკუთრებით ვიცით, რომ რეალურად თუ შეიძლება ფიზიკურად დღეს ნაკლები ადამიანი გამოდის ქუჩაში, ის არსებული პროტესტი, რომელიც არის სადღაც დაგუბებული ადამიანის გულებში და გონებაში, რაც მთავარია, ის იქ კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, იზრდება, კიდევ უფრო იკრებს ძალას და აუცილებლად სწორ დროს, სწორი მიმართულებით მიემართება. ეხლა ხელისუფლების ამოცანა არის, რომ აი ეს რაღაცა შიშის სინდრომის დათასვით ჩაკლას ყველანაირი წინააღმდეგობა. იქნება ეს პოლიტიკური წინააღმდეგობა თუ სამოქალაქო წინააღმდეგობა. ამას მე მგონი ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მხოლოდ იმით, რომ ვაჩვენოთ, რომ ამ შიშის დანერგვა ამ საზოგადოებაში არ გამოვა და არ გავა. ვფიქრობ, რომ ამას მეტნაკლებად წარმატებით, ასე ვთქვათ, საზოგადოების ყოველ შემთხვევაში მე ვისურვებდი. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ პროტესტი იყოს მზარდი, პროტესტში რაც შეიძლება მეტი ადამიანი იღებდეს მონაწილეობას, მაგრამ ის, რომ ეს პროტესტი კვლავაც გრძელდება, არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება პოლიტიკურ ძალებს. ახლა მე მგონი ყველა ვაჩვენეთ, ჩვენ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც იყო ამ გასული თვეების არა წლების მანძილზე ვართ რეალურად ჩვენ სამიზნე ხო სხვადასხვა ასე ვთქვათ გზით ჩვენი პოლიტიკიდან გაწევის რაღაცა უზრუნველსაყოფად ჩვენზე ზეწოლა განხორციელდა არაერთხელ და სხვადასხვა გზებით და ჩვენ ყველა ეტაპზე ვაჩვენეთ რომ ჩვენ უკან დახევას ამ ბრძოლაში არ ვაპირებთ სხვადასხვა დროს შეიძლება რაღაც განსხვავებული აზრი იყო სტრატეგიაზე ამ ბრძოლის როგორც არის არჩევნებში მონაწილეობა და მიიღო თუ არ მიიღო მაგრამ საბოლოო ჯამში პოლიტიკური შეუპოვრობა ასე ვთქვათ რეჟიმის მიმართ ვფიქრობ რომ ძირითადად ოპოზიციურმა სპექტრმა აჩვენა ამის დემონსტრირება მოახდინა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს გაგრძელდეს. ეხლა მე წინასწარ გამიჭირდება საუბარი იმაზე ეს რეფორმებით უნდა მოხდეს, იმიტომ რომ რაღაცა ტიპის ტაიმაუტებს იღებს ხელისუფლება, აშკარად, იმიტომ რომ რაღაც გადაავადეს პროკურატურის მიერ საქმეების განხილვა, პარტიების აკრძალვის საკითხზე არ ვიცი ეს პროცესი როგორ გაგრძელდება, მაგრამ ჩვენი მტკიცე პოლიტიკური პოზიცია არის შემდგომი. აგრძალავენ ჩვენს პარტიას, არ აგრძალავენ, როგორ, მაგრამ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩვენ გავაგრძელებთ ყველა შემთხვევაში და ეს არის სხვა პარტიების პოზიციაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თავარი არის, რომ ეს რაღაცა
დინამიური პროცესი ბრძოლის არ შეწყდეს და არ გაჩერდეს და პროცესი ხან გაძლიერდება, ხან შეიძლება უფრო მდორე რეჟიმში იყოს, მაგრამ როდესაც იცი მიდის იქამდე რეჟიმი, რომ შიშის გარდა სხვა ინსტრუმენტი აღარ აქვს საზოგადოების სამართავად, აი იქ უკვე ვფიქრობ, რომ უკვე ძალიან უჭირს რეჟიმს და ეს რეჟიმი მივიდა იმ წერტილამდე, რომ შიშის გარდა სხვა ინსტრუმენტი სახელმწიფოს და საზოგადოების მართვის მას აღარ აქვს ხელში ფაქტიურად.